ვისაუბრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ, თემაზე სასაუბროთ. შემოგვიყვნენ წიგნის ავტორი ბატონი ვანო ჩხიკვაძე, რომელიც გახლავთ მწერალი, პუბლიცისტი, პროზაიკოსი და დრამატურგი და ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი ბატონი ივანე ამიხანაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო ჩვენთან მობრძანებისთვის. ქრისტე აღდგა. საუბრობთ წიგნზე, რომელსაც ქვია პატრიარქის ხელი და რომელიც მიეძღვნა მის უწმინდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ჩვენს ეპოქალურ პატრიარქს და ასევე ეს წიგნი მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. რა შევიდა ბატონ ვანო, პირველი შეკითხვით თქვენ მოგმართავთ როგორც წიგნის ავტორს, რა შევიდა ამ წიგნში, თქვენი ლექსები არის რომ მოგვიყვეთ ყველაფერი, ვთქვათ, აი როგორ გაჩნდა იდეა რომ წიგნი მიძღვნო და უწმინდეს და შემდგომ აი რა პრინციპით შეიჭა ის ლექსები რომელიც ამ წიგნში შევიდა და ასევე არის ძალიან საინტერესო ფოტომატიანე. კი. ფოტოები ბევრი რაღაც შემოინახეს და ხო და როგორ შეიქმნა უბრალოდ გადავხედე დაგროვდა წერილები დაგროვდა პატრიარქზე რამდენიმე მიძღვნილი ლექსი ამ ეს დაიბადა მაგრამ მერე გაჩნდა თან ჩვენ მეუფეებზე ეკლესიებზე ქეთევან დედოფალზე წმინდანებზე და აი რაღაცნაირად ცოტა ესეთი ასეთი ამ სახით ამ ფორმის წიგნი მე მგონი ჯერ არ გამოსულა ჩვენს და სხვამაც სადოს და გააკეთონ იმზე რომ აი ასეთი ამ სახისაა მაგრამ წინ რა თქმა უნდა პატრიარქის ხელი და ეს არის ის ხელია რომელიც პირველი წიგნის როდესაც მივართვით მეუფე ანდრიამ შეგვახვედრა ერთმანეთს პირველად და ჩემი ერთობლივი მეორე სადაც მიზრული ლექსი იყო პატრიარქზე ქრისტე აღსდგა მაგაზე მე სიმღერაც შეიქმნა ხო და ეს და მაშინ იყო საოცარი შეხვედრა და მე რამდენიმე შეხვედრა ქონდა არაერთი და აქაც არის უკვე გორში იყო ჩამომზანებული და კიდევ რა ვიცი ეს წერილები მოიყარა მან თავი და მე ჯერ ამას ვაპირებდი მხოლოდ მაგრამ მე უფე თადეოზის ხონებულია დიდი პიროვნება და დიდი ღირსეულია მოვიდა დანარჩენების მეუფეების ვინც მანდარიან ის ხალხია ვის ქართული ეკლესიის ბურჯები არიან და ჩვენ სიმედებს ამაგრებენ რა და მე არ შემეძლო არ შემედან იმათის. დიახ. ბატონო ივანე, თქვენი შეფასება როგორც ლიტერატორის, როგორც პიროვნების, რომლის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ახალ გამოცემასთან დაკავშირებით. შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი იმითი რომ მწერალი ვანო ჩხიკვაძე სხვა რაკურსით დავინახე როგორც მკითხველმა, როგორც ლიტერატორმა, როგორც მეგობარმა. და რაც არის თავარი აქ ჩემი აზრით ამ წიგნში, ეს არის მართლაც აი სხვა ხედვა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით, ამ თემაზე იწერება ხოლმე უფრო ხშირად, თანაც ადვილად იწერება, დითირამბული სტილის პოეზია იქნება, ეს პროზა იქნება, თუ სხვა ტიპის, სხვა ჟანრის ნაწარმოებები და ეს არის სრულიად განსხვავებული. იმ ხრივ რომ დითირამბული კი არ არის, რაც უნდა ყოფილიყო ალბათ. მოსალოდნელი ზოგადად ვანო ჩხიკვაძესგან ეს არ იყო მოსალოდნელი და გამიხარდა რომ ის იყო რაც მე მინდოდა ეს არის ქვეყნის ჭირისუფლის ქვეყნის მოყვარის ქვეყნის ბედზე დაფიქრებული მწერლის სიტყვა და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ვინ ფიქრობს ქვეყნის ბედზე ხანდახან ფიქრობ ხოლმე რომ ყველას არ აქვს ქვეყნის ბედზე იფიქროს უფლება იფიქროს ქვეყნის ბედზე ეს რაღაც სხვა საკითხია არ მინდა განმაგრძო და აი ეს დავინახე სწორედ და ამან მომხიბლა და ვამბობ რომ ეს არის კარგი წიგნი. კრიტიკოსები ასე ლაპარაკობენ ხოლმე. კარგი ან ცუდია რა. აღრთოვანებული ვარ და ძალიან მომეწონა ასე არ ლაპარაკობენ კრიტიკოსები, ასე კითხველები ლაპარაკობენ ალბათ და თუ გნებავთ კრიტიკოსის და ლიტერატურის თვალსაზრისით ეს არის კარგი წიგნი, შესანიშნავი წიგნი მართლაც და დარჩება ლიტერატურის ისტორიაში როგორც ერთი სპეციფიკური წიგნი თითქოს, მაგრამ ამავე დროს გაგრძელება ძალიან საინტერესო წერლის შემოქმედებისა. დიახ. ბატონო ვანო, წიგნის წარდგენება გაიმართა გორისა და ატენის ეპარქიაში, როგორც ვიცი, სადაც ჩატარდა პატრიარქისადმი მიძღვნილი საღამო და აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ, როგორ მიიღო საზოგადოება მიქშეკრებილმა ეს გამოცემა? მე უფე ანდრია ისიც როგორი დიახ, რა თქმა უნდა, მან მოაწყო ეს ღირსეულობა მშენებელია ძალიან ბევრი ეკლესია აშენა გორში და
ის კიდე ცალკე თემა ომის დროს როგორ გადაეფარა მთელ ქართლს და მაშინ როცა ხელისუფლება მიატოვა ამ კაცმა ბევრი რამე ძალიან ბევრი რამე ეს ცალკე თემა თუ საჭირო იქნება მაგას ვილაპარაკებთ და ხო და ეს წიგნი მე უკვე დანიელმა მთხოვა და როდესაც იმაში სიონში მთხოვა მიმატაინე რამდენიმე წიგნი და მე უფერს მასურს მე უფეშიოს და დაურიგე დამავიდე ეს წიგნი ნახეს იქ რა თქმა უნდა სხვა შორის მე უფეშიო ის ლექსი რომ არის ქრისტე აღდგა ჩემთან ერთად წაიკითხა იქ უკან ის კი არა რომ მიეწოდა ვიღაცას და აბა ეს წაიკითხა ყურადღებით და ის გამახსენდა როგორც ამანისოდა ხო ჩემ წიგნებს ხელს რო გადაუსვამდა აი ესე გადაუსვამდა პატრიარქს მოეფერა აი ზა ჩემთვის ნიუანსებს მნიშვნელობა აქვს ძალიან ელისაბედ გენას ჩვენი ცხოვრება ასეა ხო და ამის მერე მე უკვე წიგნები თხოვა გორში ჩაატარა და საგალობლების შესრულდა პატრიარქს მიზღვნილი და გამოვიდა გორის ძალიან ინტელიგენცია და ესეთი ხალხი დაესწრო ამ ყველაფერს და შესაძლებელი საგამოიყო და მე ეს სიგნები საჩუქრებად დაურიგა აი ამ მონაწილეებს და დიახ ბატონო აი თქვენ ესეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი გაიხსენეთ რომ აი უწმინდესმა როგორც იცოდაო ხელს გადაუსვამდა ჩემს წიგნსო და ქონდათ ბედნიერება ბევრჯერ უწმინდესთან შეხვედრის თქვენს შემოქმედებას იცნობდა და აი თქვენი დამოკიდებულება და ეს შეხვედრები და ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაგახსენდებათ ახლა რომ გაგვიზიაროთ ხო მოლოცვაც არის პატრიარქის აქ არის ამით იწყება სწორედ პატრიარქის მოლოცვით იწყება პატრიარქის წერილით ეს წიგნი დიახ და მე უფე ანდრეამ რომ მაშინ რო შეგვახვედრა მაშინ იქ იგბაში და მაშინაც ტუჩების თრთოლით წაიკითხა როგორც შეოდა თვითონ ის ლექსი ეს თომეში რომელიც არის შესული და კეფაზე რომ დამადო ხელა მიმიხუტა ისიც დღემდე მომყვება მე მგონი და ხო და ამან დაბადა იმ წერილის სათაური რომელიც ამას უძღვეს ჩემი წერილი და უამრავჯერ დაიბეჭდა ეგ წერილი რაღაცა თვითონაც იცოდა რაღაცა ხო და ეგ წაუმზღვარე წინ და ამის მერე გორიდან ჩამოსულები ვიყავით აი რა პატრიარქის ხასიათი ნახეთ ეს ხო და რაღაცა საკითხი იყო და მე უფე ანდრეამ გთხოვდა რამდენიმე ადამიანი ჩამოეთ რაღაცა იყო შესათანხმებელი ხო და პატრიარქთან ვართავად რომ ვისაუბრეთ ამბავ რაღაცა წარმოვდექით კაცო ეხლა რომ მედიხარ თქვენ უჯმელები იქნებით და არა უთხარი კაცო გორიდან აქედან რა და ვერ გაგიშვებთ ეგრე ვერაფერ აი ესე გამოვყო ამბავი და ეს უბრალოება და ეს ისე სხვანაირად ასხივებდა ეხლა ისე აი იმასთან მოგონილი არაფერი არისო და სხვათა შორის მხოლოდ სიმრავლე რომ იმას შევოდა კმაროდეს იყო საკმარისი იმიტომ რომ ეს დიდი შვილები ყავს და გენიოსები ყავდეს მაშინ ჭიანჭველებს რაოდენობა ყავს ჭიანჭველებს ყველაზე მეტი გენიოსი ეყოლებოდათ ხო ასე რომ პატარა ერმა დიდი ხალხი და თანაც ახლა კლასში იცოდა ხოლმე ჩემი მასწავლებელმა ვიღაცაზე იტყოდა შობელი რომ მოვიდოდა სამაგალითო ბავშვია რომელიც კარგადაც სწავლობდა კლასშიც ისე იჯდა ხელები ეწყო ამბავი რაღაცა და სამაგალითო ბევრს ანიშნავდა ძალიან და მშობლებს გასაგებო ხოლმე ამის მე მიებედათ ჩვენ სამაგალითო ბავშვი ყავდა პატრიარქის სახით და აი ახლა ზეციდან გლოცავს დიახ ბატონო ივანე თქვენთ მინდა რომ მოგცეთ საშუალება ვინაიდან პირველად ბრძანდებით რაც უწმინდესი არ არის ამ ქვეყნიდან რაც გავიდა უწმინდესი ღვთივგანისვენა აი მასთან დამოკიდებულების ურთიერთობის რაღაც ეპიზოდები ნიუანსები რომ გაიხსენოთ ბევრი შეხვედრა მახსოვს და აი როგორც ვანო ბრძანა ეს იყო რაღაც შეხვედრა ადამიანურ სითბოსთან და ადამიანობასთან და ეს იყო სრულიად ბუნებრივი და 1993 წელს როდესაც დაიწყო ლაპარაკი ახალი ქართული ბიბლიის შექმნაზე, თარგმნაზე, აი მაშინ თარგმნელების ჯგუფში დავიმბარეს. სტოკჰოლმში რო გამოვიდა ხო? კი, ხო და აი მაშინ ჯგუფი იყო შექმნილი და მეც ვიყავი თავიდან ამ ჯგუფში. და პირველად შევხვდი და ეს იყო რაღაცა ძველ საპატრიარქოში რა თქმა უნდა. სიონის ეზოში. კი, სიონის ეზოში და აი მართლაც აი დღემდე მომყვება ის რაღაც აღრთოვანება, ადამიანური სითბოს გამოვლინება იყო ძალიან უშუალო
და ასე მეგონა საუკუნეები იყო ვიცნობდი მას და ძალიან უშუალოდ და მე 1987 წელს როდესაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად აკურთხეს მაშინ სანამ აი იმ დღეს დაიბეჭდა 300 წლიანი წვეთის შემდგომ ხო არ იყო ინტერვიუ ავიღე პირველი ინტერვიუ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში პატრიარქის ინტერვიუ მე დავბეჭდე და ამით დღემდე ვამაყობ სხვათა შორის აგერ 40 წელი გადის და მართლაც ამაყოა ანუ საერთოდ პირველი ინტერვიუ იყო უწმინდესის კი საერთოდ რა საინტერესოა ამ ინტერვიუს ახლა წაკითხვა ნუ ბუნებრივი არსებობს ხო კი როგორ არსებობს გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში დაიბეჭდა 1987 წლის 2 აგვისტოს ილიაობა აი ზუსტად იმ დღეს როდესაც ილიაობა დღე რა იყო მაშინ თქვენი მთავარი კითხვები პატრიარქთან მთავარი შეკითხვა ბევრი იყო რა თქმა უნდა მაგრამ ძირითადად ეხებოდა აი იმ რაღაცა მოახლოებულ სიოს რომელსაც ჩვენ გზნობდით არ ვიცოდით რა მოხდებოდა მაგრამ რაღაც თავისუფლების სულისკვეთება რო იგზნობოდა და ჩანდა სიო უბერავდა აი ამაზე იყო აგებული ოღონდ რა თქმა უნდა პირდაპირ არა შეფარვით და ეს ისტორიას გადავხედეთ და მე თანამედროვეებზე გადმოვიდეთ და მე მგონი საინტერესო გამოვიდა ბევრი ვიმუშავეთ სხვათა შორის თითქმის 2-3 კვირის განმავლობაში დავდიოდი და ხვდებოდი და საუბრობდით ერთ სიტყვით კიდევ რა იყო კიდე საინტერესო მაშინას და ახლაც ეკლესიური წესები კარგად არ ვიცი საერო კაცი ვარ რა და მიჭირდა მისალმება რომელსაც თავისებური რიტუალი სჭირდებოდა რომ შემოტყო წვალობდი არ გინდა შენ პირდაპირ მომესალმე ხოლმე გაგიადვილად ესე კი გაგიადვილად ესაც იყო საინტერესო ძალიან და სასიამოვნო ჩემთვის და დიახ ბოლოს შეხვედრებიდან ბოლოს როდის ბოლოს შეხვედრა იყო ალბათ 2005 წელს შეიძლება 2007 მე რაღაც აი ესე 2010 წლამდე კი ეს იყო დავით გურამიშვილის საიუბილეო რაღაც წადებოდა 2005 იქნებოდა კი აი მაშინ შევხვდით და ძალიან კარგად მიგვიღო მეგობრები ვიყავით ეს ინიციატორები ვინც დავაარსეთ დავით გურამიშვილის ჯილდო ლიტერატურული სამწუხაროდ მე აღარ გაგრძელდა მაგრამ თავიდან დაიწყო კარგად დიახ აი მაშინ დაგულოცა და ეს რაღაცად ის იყო ბოლო შეხვედრა ჩვენი მე მხოლოდ ტელევიზიით ხედავდი ხოლმე ბატონო აი გადავშალე წიგნი და ლექსი არის სათაურით უწმინდესო და თარიღს რომ დავხედე არის პატრიარქის დაბადების დღე 2024 წელს დაწერილი ანუ ხომ არ გაგცურული რომ რომელიმე ლექსი წაგვიკითხოთ და მოვასმენინოთ ჩვენს მაყურებელსაც სიამოვნებით სიამოვნებით მოგისმენთ მე ჩავინიშნე ეგ ლექსი ხო რაღაც უწმინდესო დავიღალე მოდი ჩემთან უფალო მახსოვს სალოცავის ღია თაღებს თქვენი ვედრების ხმა ცისკენ მიაქვს ჩემი ფოთოლებით მოცახცახე ხელი ხელის გულზე გისვედიათ ის ხმა მომავლიდან ჩამორეკავს დედა ღვთის მშობელო დაგვიფარე თუ კი პატრონებად ვერ ვივარგებთ ამ ჩემს საცხოვრიში სხვა იხარებს ეგ ხერხემალი არის ღუნება არ თქვათ უწმინდესო დავიღალე თქვენ ხომ წაქცეული სიყვარულის ხელში ასაყვანად დაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა მართლაც საოცარი სტრიქონებია უღრმესი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის მადლობა ამ წიგნისთვის შევახსენებ მაყურებელს რომ გამომცემელსაც უთხრათ მადლობა ბრძანეთ რა თქმა უნდა გაძლევთ საშუალებას დიახ კი აუცილებელია როცა წიგნის წარდგინება არის უნდა ითქვას მისი მეოხი ვინ არის ეს არის ვახტანგ წივწივაძე ლიტერატურასთან ახლოს კომუნიკაციის ანტონი ვახტანგი მეცენატი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი დამფუძნებელი დიახ და ეს ძალიან ძვირფას საქმეებს აკეთებს და მათ შორის აი ეს ბატონობა ვახტანგმა აჩუქა ჩვენს მკითხველებს და ამისათვის ჩვენ ნახათ თუ არა იმ წუთში ეს ხო რა არის დასამალო სერიოზულ თანხებთან არის ხო ასე და ეს მე უნდა გამოვცეო მადლობა ბატონ ვახტანგს და სად შეიძლება ამ წიგნის შეძენა ასევე აი მეკითხებიან და გავხმოვანე შეკითხვა ქაშვეთის იმაში დადეს ახლა ის და ალბათ სიონშიც დავდეთ ახლა იქ მაღაზიებში ახლა მე მინდა რომ მართლა მკითხველამდე მივიდეს საეკლესიო მაღაზიებში ამიტომ ხან მირჩევნია მე მივიცე რომ ვიცოდე რომ არ დადებს ისე რომ უნდა წაიკითხო
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გაიხარეთ. პატრიარქის სადმი მიძღვნილი წიგნის ავტორი ბატონი ვანო ჩხიკვაძე, მწერალი, პუბლიცისტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი ბატონი ივანე ამირხანაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.